ამები მადლობა თქვენი დროისთვის, რისი თქმა შეგიძლიათ ჩვენი მაყურებლისთვის, აი ის კომენტარი რაც ჰქონდა მაიამ წარიაშვილს, მე მგონი რაღაც ძალიან საგულისხმო კომენტარი იყო, რომ ერთადერთი ანალიზი არის ჩატარებული 21-ში, სისხლის საერთო ანალიზი და მეტი არანაირი კვლევა არ არსებობს მასთან დაკავშირებით. რისი თქმა შეგიძლიათ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის და ძალიან აფასებს თავად მზიად, რომ საზოგადოება, ჟურნალისტთა ზოგადად კორპუსი ამ კუთხით არის სოლიდარული. რაც შეეხება სამედიცინო კვლევებს, დღეს მივიღეთ ჩვენ დამატებითი ინფორმაცია სამედიცინო გამოკვლევებთან დაკავშირებით. ახლა სიმართლე გითხრათ, მიმდინარე პროცესში ვართ და ვეცნობით, ასე ვთქვათ 30 იანვრამდე არის სამედიცინო ჩანაწერები, სადაც საუბარი არის მზიასთან დაკავშირებით პროტოკოლით განსაზღვრულ ასე ვთქვათ პროცედურებს, მაგრამ ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ სამწუხაროდ ჩვენი სამართლებრივი სივრცე ეს პროტოკოლური ნაწილი რაც არის გაწერილი, ვერ იქნება ეფექტური მოშიმშილე პატიმრის ასე ვთქვათ სიცოცხლესა ჯანმრთელობის დასაცავად, ვინაიდან ძირითადად ამ დროს ხდება ასე ვთქვათ ვიზუალური დათვალიერება, ხდება ასე ვთქვათ ინფორმაციის შეკრება ექიმის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში გასაუბრებით, რა თქმა უნდა არის ახლა მონიტორინგის ჩანაწერებს, რასაც ვეცნობოდი, სანამ თქვენთან ეთერში შემოვიდოდი, არის ჩანაწერები, რომ მოხდა გულის პულსის შემოწმება, მოხდა წნევის გაზომვა, გარკვეული რაღაც სამედიცინო ასე ვთქვათ ტექნიკური ნაწილიც არის ამ დოკუმენტაციაში. ცხადია, ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ვძნობთ და ხვდებით, რომ ყოველდღიურად ეს მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, ვინაიდან ობიექტური მოცემულობა და რეალობა არის ის, რომ ადამიანის შიმშილობის დღეების ეს რაოდენობა ფაქტობრივად კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ცხადია, ხომ მზიას სურვილი არის, რომ ნაკლებად ვისაუბროთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ვინაიდან მისი გულშემატკივრები, ოჯახის წევრები ამ სიტუაციას ძალიან ასე ვთქვათ ნერვულობით ხდებიან და არ უნდა ზედმეტი დრამატიზება, მაგრამ ცხადია, ხა ჩვენ რომც არ ვისაუბროთ, ეს გარემოება, რომ ადამიანი შიმშილობს და ეს მისი გამოხატულობა პროტესტის ამ ფორმას, აქ ცხადია სამედიცინო განზომილებაც, აქ სამართლებრივი განზომილებაც, მაგრამ ახლა ჩვენ ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ვაწყობთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. დღევანდელი ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგა საჯაროდ გაავრცელებს, როდესაც დაასრულებს მზიასთან შეხვედრას. მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ, რომ მის პროცესი დადებითისკენ ვერ იქნება, ანუ მზიას არ აქვს შეწყვეტილი სამედიცინო, ანუ მზიასთან არ ფორცელდება სამედიცინო ჩარევა, იაგრძელებს შიმშილობას და რა თქმა უნდა, მდგომარეობის ასე ვთქვათ ესკალაციას ცხადია ყოველ წუთას ველოდებით, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ ფონზე, რაც მას ჰქონდა დაკავებამდე და დაკავების შემდგომ შიმშილობის ნიადაგზე ცხადია გაუარესება უფრო მეტად იქნება. რა თქმა უნდა, ხა ეს მისი შესაძლებლობა, რაც რამდენი დღეც მანამ შიმშილობის ფონზე შეძლო, უფრო მარტივად რო გითხრათ, ახლა ასე ვთქვათ, გადაადგილება უჭირს, მაგრამ ახერხებს ადვოკატებთან პაემაზე შემოსვლას, ახერხებს კომუნიკაციას, ახერხებს საუბარს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად და მისი სურვილი, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული პროცესში, მეტყველებს იმაზე, რომ მისი ბრძოლის უნარიანობა ძალიან ასე ვთქვათ შთამბეჭდავია, მაგრამ ამ პროცესში ჩვენ რა ინფორმაციასაც გვაწვდიან, ასე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დამაიმედებელი ვერ არის. მე რა თქმა უნდა არ მინდა უფრო ღრმად და დეტალურად ვისაუბრო ისევ და ისევ მზიას სურვილიდან გამომდინარე და ცხადია მე მისამ გადაწყვეტილებასაც სურვილს პატივს ვცემ, როგორც ადამიანურად, ასევე პროფესიულად, როგორც მისი ადვოკატი, მაგრამ სამსახად შემიძლია გითხრათ, რომ შიმშილობის უწყვეტი პროცესი გრძელდება და ამ ფონზე სამედიცინო კუთხით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რა თქმა უნდა, უარესდება. დიახ, ერთი არის მისი უფლებრივი მდგომარეობა და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ მეორე არის აუცილებლობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის, ხომ? აი, მაგალითად, სახალხო დამცველის აპარატის განცხადება არის დღევანდელი, რომ იოსელიანის, რომ კონსილიუმის შექმნის მოთხოვნაო ამაღლობელს და ოჯახს არ დაუყენებიაო და ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში მანდატის ფარგლებში დამატებითი სპეციალისტების მოწვევის საკითხს განვიხილავთ. აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ კონკრეტულად, რა არის თქვენს ინტერესში ამ შემთხვევაში, აი ეს მონიტორინგის აუცილებლობაზე, როდესაც ვლაპარაკობ, ამის
პირობები რეალურად იქნებოდა თუ არა უზრუნველყოფილი აი ამ კონსილიუმის ამუშავების შემთხვევაში. რაზე საუბრობს იოსელიანი? მოდით ინფორმაციული გაუგებრობა ამ პოდკასტში შეიქმნას. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, მზიას მეგობრები იმყოფებოდნენ შეხვედრაზე სახელმწიფოსთან. ეს საკითხი იყო განხილული, რაც შეეხება ახლა პროცედურულ მომენტს, რომ აუცილებლად თუ ახლა წერილობითი ფორმით მიმართვის საჭიროება იქნება. მე ვფიქრობ ამ საკითხს თავად შეხვედრის დროს გააჟღერებდნენ. ცხადია, მე ამ შეხვედრას არ ვესწრებოდი და ასე დეტალურად არ შემიძლია ვისაუბროთ. ჩვენ გავაშუქეთ ეს შეხვედრა, ორი რედაქტორი იყო ამ შეხვედრაზე და მთავარ საკითხად კი, მე როგორც მაქვს ჩემთან არსებული ინფორმაციით იყო ამ საკითხზე საუბარი. თუ წერილობით ასე ბიუროკრატიული მომენტი საჭიროება აქვს სახელმწიფოს ოფისს, ცხადია ეს საკითხიც გადაჭრილი იქნება ხისიერად, მაგრამ დამატებით ასე ვთქვათ ინფორმაციის გაცვლის დროს ეს საჭიროება ამგვარი ფორმით არ ყოფილა დაფიქსირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რა პროცესშიც ასე ვთქვათ ჩართულობა ადვოკატების არ იყო იმ ნაწილზე ასე გადაჭრით რაღაც საკითხზე საუბარი, ცხადია არ შემიძლია, მაგრამ ეხლა რაც შემიძლია დაგიდასტუროთ ჩვენ სამედიცინო ინფორმაციის ასე ვთქვათ სამედიცინო ინფორმაციაზე წვდომა და მოწოდების ნაწილში სახელმწიფოს აპარატი არის ჩართული და მათი ასე ვთქვათ გავლით ხდება ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება და რა თქმა უნდა ამ პროცესშიც მათი ძალისხმევა შეგვიძლია დავინახოთ და დაგიდასტუროთ. დიდი მადლობა გიორგი, დაგემშვიდობებით. ეს იყო